თავი პირველი, რომ მიუწვდომელია ღვთაება და რომ არ გუმართებს ძიება და ფუჭად დავშრომა იმათ შესახებ, რაც არ გადმოუციათ ჩვენთვის წმინდა წინასწარმეტყველებს, მოციქულებსა და მახარებლებს. მერთი არავის უხილავს არასოდეს, მხოლოდ ჩობილმა ძემ, რომელიც არის მამის წიაღში, მან გამოთქვა იოანეს სახარება, პირველი თავის მე-18 მუხლი. ამრიგად უთქმელია და მიუწვდომელია ღვთაება, რადგან ვერავინ შეიცნობს მამას თუ არა ძე, ვერც ძეს თუ არა მამა, მათ ეს სახარება მე-11 თავის მე-17 მუხლი. და წმინდა სულმაც ისევე იცის ის, რაც ღვთისაა, როგორც ადამიანი სულმა იცის ის, რაც მასშია. პირველი და ნეტარი ბუნების შემდეგ არავის ცოდნია ოდესმე ღმერთი, არა მხოლოდ კაცთაგან, არამედ აგრეთვე ზექვეყნიურ ძალთაგან და თვით ვამბობ ქერუბიმთა და სერაბიმთაგან და თუ არა მას, ვისაც თავად გამოუცხადა მან. მაინც არ დაგვტოვა ჩვენ ღმერთმა სრულ უცოდნელობაში, რადგან მის მიერ ბუნებითად არის შთათესილი ყველაში ცოდნა იმისა, რომ არსებობს ღმერთი. თვით შესაქმეც, მისი თანაშემტკიცება და წარმმართველობა საღვთო ბუნების სიდიადეს ქადაგებს, ასევე პირველად რჯულისა და წინასწარმეტყველთა მიერ, შემდეგ კი თვით მხოლოდ შობილი ძის, უფლისა და ღვთის, ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტეს მიერაც, ჩვენთვის საწვდომად, თავისი თავის ცოდნა გააცხადა მან. ამიტომ რჯულის, წინასწარმეტყველების, მოციქულებისა და მახარებლების მიერ ჩვენ და მი გადმოცემულს შევიწყნარებთ, ვიმეცნებთ და ვეთაყვანებით. არას ვეძიებთ რა მათ მიღმა, რადგან ღმერთი, რომელიც კეთილია, ყოველგვარ სიკეთეს გვანიჭებს და არ ექვემდებარება იგი არც შურს, არც რა ვნებას. შური შორსაა საღვთო ბუნებისაგან, რომელიც უვნებოა, რადგან მხოლოდ იგია კეთილი. ამიტომ მან, როგორც ყოვლის მცოდნე და თვითვეულისთვის სასარგებლოს წინა გამჭვრეტმა, რაც გვარგებდა რომ გვცოდნო და გამოგვიცხადა, ხოლო რაც არ ძალგვიჯდა რომ გვეტვირთა, დაიდუმა, ჩვენც ამას დავჯერდეთ. ამათში ვმკვიდრობდეთ და ნუ გადავალ საუკუნოს საზღვრებს, ნურთ საღვთო გადმოცემას გარდავხდებით.